ილია ვერძაძე ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია და მას თაღლითობაში ადანაშაულებს ბათუმელი ოჯახი, რომელიც პირველებთან საუბარში ყვება, რომ სწორედ ვერძაძის სქემის წყალობით დარჩნენ ისინი სახკარის გარეშე. ეს არის თურმანიძეების ოჯახი, რომლებიც ამბობენ, რომ ილია ვერძაძის სახელით მისულ პირთან აწარმოეს მოლაპარაკებები და ჯერ კიდევ 2018 წელს გაყიდეს საკუთარი საცხოვრებელი სახლი და მიწა თითქმის 2600 კვადრატული მეტრი. მთავარი პირობა, რომელიც ჰქონდათ მას ინვესტორთან იყო ის, რომ აქ უნდა აშენებულიყო 28 სართულიანი კორპუსი, რომელშიც თურმანიძეების ოჯახი დაახლოებით 2000 კვადრატულის ბინებს მიიღებდა. თუმცა 8 წელია გასული და ანგისას ქუჩაზე ამ ტერიტორიაზე ამ დრომდე არანაირი კორპუსი არ არსებობს. თურმანიძეების ოჯახი ყვება, რომ უკვე ვერძაძის კომპანიამ დაახლოებით 1 წელში შეწყვიტა მათთვის ქირის გადახდაც კი. შემდეგ ბინები პროექტში გაყიდა ფაქტობრივად ჰაერი თურმანიძეების თქმით და დატოვა ისინი ხელცარიელი. წლებია ისინი პასუხს ითხოვენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრისგან. ახლა პროექტი ანგისას ქუჩაზე ბათუმში უკვე რამდენჯერმეა გადაყიდული, ინვესტორი და მფლობელი ამ მიწამ რამდენჯერმე გამოიცვალა, თუმცა ნათია ვერძაძის თქმით, ყველა ინვესტორს ფონად მიჰყვებოდა სწორედ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სახელი. იხსენებენ ეს ადამიანები, რომ ვერძაძე საუბრობდა მის გავლენებზე, რომლის გამოყენებასაც პირდებოდა. ახლა უკვე ბათუმელი ოჯახი ფიქრობს, რომ სწორედ მისი გავლენების და მფარველების დამსახურებაა ის, რომ მოთხოვნის მიუხედავად გამოძიება არ იწყება, როგორც ამბობენ მიმართეს ივანიშვილს, მიმართეს კობახიძეს, თუმცა პასუხი არავისგან მიუღიათ. პირველად ჩვენთან მოვიდა ზურაბ დიასამიძე და გითხრა, რომ დაინტერესებული იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ილია ვერძაძე ჩვენი მიწით და ბინებს გვაძლევდა ჩვენი მიწის სანაცვლოდ. თუ დავთანხმდებოდით მასთან გარიგებას. ხელშეკრულება დავდეთ ჩპს ფონდთან პირველ ეტაპზე ზურაბ დიასამიძეს და შემდეგ უკვე როცა ილია შემოვიდა საქმეში, ილია ვერძაძემ თავისი დასთან დაგვადებინა ხელშეკრულება ნაილე ვერძაძესთან. ილია ვერძაძე პირადად ჩვენთან ოჯახში მოდიოდა, არ ვიცი ხა რამდენად მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა. ამბობდა, რომ ეს არის ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთი პრობლემა გვაქვს, ხოლო მე შემიძლია ჩემი გავლენებით აქ პროექტი გამოვიტანო, რადგან შესაძლოა წითელი ზოლი იყოს ჩვენი მიწის ნაკვეთი. სახლი დაანგრია ილია ვერძაძემ, კი ბატონო, და თაღლითებს გადასცა ეს პროექტი. რასაც უკვე ჩვენ გავიგეთ, რომ ბინები გასხვისებული იყო და ფაქტობრივად ინვესტორი აღარ დაინტერესდებოდა ჩვენი პროექტით, ამ დროს მიიღო მამაჩემმა ინსულტი. შემდეგ ყველა მყიდველს ილია ვერძაძე შლეიფად მოყვებოდა თითქოს. აი ყველას იცნობდა აბსოლუტურად. მივართეთ პრემიერ-მინისტრს, მივართეთ ბიზინა ივანიშვილსაც, აი აბსოლუტურად ყველა უწყებას და ორგანოს. წერილობითი ფორმით მივმართეთ, მაგრამ შტაბ-სტილება გვრჩება, რომ უშუალოდ ამ პასუხისმგებელ პირებთან არც მისულა საქმე და მუდმივად ტირაჟირებს ილია ვერძაძე, რომ მას აქვს გავლენები. 1 წლის განმავლობაში რომ პროცესი არ დაიწყო, ეს უკვე ნიშნავს, რომ იქ რაღაც გავლენებია და ვიღაცას ფარველობენ. ილია ვერძაძის პასუხისმგებელში მიცემასაც ვითხოვთ, რომ გამოიძიონ ობიექტურად ზურაბ დიასამიძის და დანარჩენისას. ილია ვერძაძე ზურაბ დიასამიძე ყავს სწორედ ასეთი საქმეებისთვის. და ზურაბ დიასამიძის მოყვანილია დემექს ჯგუფი, ანუ ვინც იყო ილია ვერძაძის შემდეგ, ცარიელი ხელებით გამოგვიშვეს, ქირაში გადაგვიყვანეს და იმის შემდეგ საერთოდ აი არც პასუხისმგებაში მიცემულა არავინ, არც ქირას იხდის, არც კითხულობ. თურმანიძეების ოჯახი რამდენიმე სახელს და გვარს ასახელებს პირდაპირ და მათ წინააღმდეგ იწყებს გამოძიებას და შესაბამისი პირების პასუხისმგებაში მიცემას და ამ პირებს შორის არის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე. ზურაბ დიასამიძე იყო პირი, რომელიც პირველად მივიდა თურმანიძეების ოჯახთან და იყიდა 2600 კვადრატული მეტრი მიწა ბათუმში, თუმცა საინტერესოა ის, რომ დიასამიძე იყო იმ კომპანიის დირექტორი, რომლის მფლობელი არის ილია ვერძაძის და ეს ყველაფერი დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვითაც. ილია ვერძაძე პირველებთან საუბარში ბრალდებებს უარყოფს, მეტიც ის აპირებს, რომ სარჩელი შეიტანოს სასამართლოში რეპუტაციული ზიანის გამო.
წუხარ ამ ოჯახის გამო და მართლა მინდა რომ დროზე მოგვარდეს მათი პრობლემები, თუმცა ჩემი ოჯახი ამ საქმეში იყო ჩართული ეპიზოდურად, თქვათ ჩვენ არც შეხვედრაზე დაგვიყოლიებია და არც რა თქმა უნდა ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა არ იყო პირველი ხელშეკრულების დოკუმენტები მიაქამავს. ჩვენი მონაწილეობის დროს რაც იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რა თქმა უნდა ის ყველაფერი შევასრულეთ და შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გავასწრეთ ისე ოჯახმა გადაწყვეტილება ესეთი მიიღო, ჩემი რეპუტაციული ზიანის გამო სამწუხაროა ბოდიშფრთი, მაგრამ უნდა შევიტანოთ საფრთხელი სასამართლო. დაზარალებული ამბობს, რომ თქვენ დაუნგრიეთ მას საცხოვრებელი სახლი და მამამის ამის გამო ჯანმრთელობის ზიანიც კი მიადგა. ესეთი რაღაცები ძალიან მარტივად დასტურდება, იმიტომ რომ აქ თარიღებიც წერია დოკუმენტებში ჩვენს დროს არც დემონტაჟი განხორციელებულა და არც სხვა დანარჩენი ქმედება გარდა პრობლემების მოგვარებისა, რაც ამ ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ბათუმელმა ოჯახმა დაადანაშაულა თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში 8 წლის თავზე მიწის გაყიდვიდან ბათუმში ანგისას ქუჩაზე ისევ არ არის აშენებული კორპუსი. თურმანიძეების ოჯახთან ერთად, რომელიც ამ საქმეზე ალაპარაკდა, დაზარალებულებს შორის არიან ის ადამიანები, ვინც 28 სართულიან კომპლექსში ბინა არაშენებული ბინები იყიდა.